მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა. პირველ რიგში წარმატებული და ნაყოფიერი კვირა მინდა გისურვოთ, ერთი კვირა და მე გავითვალისწინე თქვენი თხოვნა. ბევრმა ისეთი გულის ამოჭუღებელი წერილებიც დამიწერა პირად სივრცეში, რომ ნინო გთხოვთ დააბრუნეთ პირადი გაშლები, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთ კვირას თქვენი კვირის გაშლებით ვგეგმავ, ხო, ანუ გეგმებს ვაწყობ, ვიცი, რას უნდა მოუფრთხილდე, რა უნდა გამოვიყენო, რას უნდა გავერიდო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შეძლების დაგვარად მე თქვენთვის კვირის არკანის ენერგიები ისევ დავაბრუნო, ჩავწერო და გაგიმარტივოთ, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი ყოველდღიური საფიქრალი, რომელიც პრინციპში ისედაც ადამიანებს არ გვაკლია, ხომ ასე? ახლა კი კვირის არკანის ენერგია გავიაროთ. ერთი კვირის არკანის ენერგია და ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე რა იქნება თქვენი მთავარი წამყვანი არკანი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელ ენერგიებს იცხოვრებთ, მას შესადამე ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგია, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, კვირის არკანის ენერგია. ავენტურინი გვექნება პირველი ვარიანტი, წითელი იასპი გვექნება მეორე ვარიანტი. აქვე გეტყვით, რომ გამოიწეროთ არხი, შეგახსენებთ. მნიშვნელოვანია ლაიკი და ნებისმიერი ემოცია, რომელსაც თქვენ გამოხატავთ, შესაძლებელი ეს დისლაიკიც იყოს გვერდის და YouTube არხის უბრალოდ აქტივობისთვის. კომენტარების კითხვა ყოველთვის მსიამოვნებს, მიხარია, ვცდილობ ყოველთვის უკვე პასუხი დაგიბრუნოთ. და რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი мотиваცია მომეცემა იმის, რომ უფრო მეტი საინტერესო საჯარო გაშლები ჩავწერო თქვენთვის. მას შესადამე კვირის არკანის ენერგია, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვიწყებთ პირველი ვარიანტით. თქვენი კვირის არკანის წამყვანი ენერგია ამ ერთი კვირის მანძილზე არის კვერთხების რაინდი. ძალიან კარგი მეგობრებო, ფიგურული არკანია და ეს კვერთხების რაინდები ხართ თქვენ. ნახეთ თქვენი ფინანსური ენერგია, თქვენი წარმატება, თქვენი სოციალიზაცია, ყველაფერი აბსოლუტურად არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად აქტიურები იქნებით, რამდენად ენერგიულები იქნებით და თქვენ ამის აქტიურობა და ენერგია ამ ერთი კვირის მანძილზე აუცილებლად მოგეცემეთ, იმიტომ რომ კვერთხების რაინდი ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის იმოძრაოს, იაროს, გადაწყვიტოს სხვადასხვა საკითხები, თემები, ეს არის მოლაპარაკებები, ეს არის ახალი შეხედულებები, ეს არის ახალი სუნთქვა, რომელიც საოცრად გაგეხსნებათ და მოგეცემათ мотиваცია, ვთქვათ, რომ კონკრეტულ საკითხებს ახლებურად შეხედოთ, ხომ? ნებისმიერ შემთხვევაში კვერთხების რაინდი ეს არის მოქმედება, ხომ? მოქმედება ეს არ არის სავარძელზე ჯდომის და სავარძლის ფილოსოფოსის არკანი, ეს არის მოძრაობის არკანი, ანუ მთელი თქვენი წარმატება ამ ერთი კვირის მანძილზე იქნება დამოკიდებული თქვენს აქტიურობაში, თუ რამდენად აქტიური და რამდენად ნაყოფიერი იქნებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ამის ენერგია და აქტიურობა აუცილებლად მოგეცემათ, იმიტომ რომ წამყვანი არკანი გვაქვს კვერთხების რაინდი. კიდევ რა გელოდებათ საინტერესო ერთი კვირის მანძილზე. ნახეთ, როგორი არკანები ამოვიდა კვერთხების რაინდი და არკანი მეეტლე, ნახეთ, რა სილამაზეა, ესე იგი, იქნება გამარჯვება, იქნება ტრიუმფი, იქნება შესაძლო ადგილმდებარეობის შეცვლა, ხო? მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები, ახალი ენერგიების აღება, ახალი მწვერვალების დაპყრობა, ხო? თქვენი მოძრაობით, სადაც იმოძრაობთ, როგორ აქტიურობასაც გამოიჩენთ და როგორი მიზანდასახველიც იქნებით და ეს ჩანს, რომ ასე იქნება, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის გაკეთებული არჩევანი, სწორი გაკეთებული არჩევანის შედეგად მიღებული ძალიან კარგი შედეგი, გამარჯვება და როდესაც თქვენ გრძნობთ საკუთარ ძალას, საკუთარ ენერგიას, საკუთარ შესაძლებლობებს, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ
შეგიძლიათ დაიპყროთ ნებისმიერი მწვერვალი, იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით თქვენი მიმართულება, თქვენ იცით საით უნდა იმოძრაოთ, თქვენ იცით საით უნდა წახვიდეთ და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ ამას ძალიან ლამაზად და ძალიან პროფესიონალურად, ასე ვთქვათ, გააკეთებთ, ხო? და ნამდვილად ამ ერთი კვირის მანძილზე თქვენ იგრძნობთ იმ ძალიან დიდ კოლოსალურ შედეგებს თქვენი გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად და ეს შედეგები არის ის, როდესაც საკუთარ თავს ეტყვით, მე გავიმარჯვე, მე ტრიუმფატორი ვარ, მე ძლიერი ვარ, მე ეს შევძელე. კარგი და გაფრთხილება. ხუთიანობის პენტაკლები. პერიოდულად არ დაგავიწყდეთ დასვენება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობათ, მაგრამ ეცადეთ, რომ ეს შინაგანი გამოფიტვის და შინაგანი ენერგიის შეჭმის ხარჯზე არ გააკეთოთ, ხვდებით ხომ? ანუ ეცადეთ, რომ დააბალანსოთ მოძრაობა დასვენება, იმიტომ რომ ჩანს, რომ თქვენ ხართ ძალიან აქტიური ენერგიული ადამიანი და პერიოდულად შესაძლებელია ზედმეტიც კი მოგდიოდეთ საკუთარი სხეულის დატვირთვა. ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ აუცილებლად დაასვენეთ სხეული. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, არავითარ შემთხვევაში ამ ერთი კვირის მანძილზე ფინანსებს არ ვასესხებთ, არ ვისესხებთ, არანაირ პირიქით, მე უფრო მეცაც ვიტყოდი, აგვისტო ესეთი მოსავლის აღების თვე არის, ვიდრე გაცემის, არა, ვიღებთ ამ მოსავალს, ანუ უფრო მეტად მიმღებლის პოზიციაში ვართ, ვიდრე გამცემის. ამ შემთხვევაში და აი ეს მოსავალი ხო გადადაეთი მნიშვნელობით რაც თქვენ დაიმსახურეთ თქვენი ქმედებებით, თქვენი მუშაობით, თქვენი ერთგულებით, თქვენი და თავდაუზოგავი ვთქვათ მოძრაობით წარმატებისკენ, ხო? თქვენ ახლა მოვიდა დრო, რომ პირიქით შეინახოთ, დაახარისხოთ და ყველაფერს მივიჩინოთ თავისი ადგილი, განსაკუთრებით ფინანსურ ენერგიას და რა თქმა უნდა თქვენს ფიზიკას, თქვენს სხეულს, თქვენს ორგანიზმს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დასვენება და სწორად შერჩეული ვთქვათ დასვენების საათები, ხვდებით ხო? ანუ უნდა გასაზღვროთ, რომ თქვენ სხეულს დასვენება სჭირდება იმისთვის, რომ ის უფრო მეტად აქტიური იყოს, ის უფრო მეტად ძლიერი იყოს, ის უფრო მეტად წამყოლი იყოს, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს, რომ სხეულს სჭირდება მადლიერება უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამდენს უძლებს, რამდენს იტანს, რამდენს ესე იგი ჩვენს ხუშტურებს ისმენს, ხო? ანუ რეალურად ადამიანები არ ვართ მადლიერები ჩვენი სხეულის და ვფიქრობთ, რომ ყოველთვის იდეალურად იმუშავებს და ყოველთვის ესეთ სლენგს ხოძე იქნება, როგორც ეხლა არის, ხო? არ დაგავიწყდეთ სხეულის განებივრება, ეს არის მასაჟი, აკვა, სპა, რა ვიცი, ნებისმიერი პროცედურა, თუნდაც აბაზანა გავსეთ წყალში, მარილი შეგიძლიათ, ხო, წმენდები ჩაიტაროთ, ანუ მოადუნეთ თქვენი სხეული, ეს არის სამნიშნულოვანი, რომ მან კვლავ გააგრძელოს თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილების ასრულება და მოძრაობაში ხელი არ შეგიშალოთ. ეს არის ჩემი უძვირფასებო ერთი კვირის არკანის ენერგია თქვენი, დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და გადავედით ახლა ვარიანტი 2-ზე. წითელი იასპი, თქვენი კვირის არკანის ენერგია არის კვერთხების დედოფალი. რა ძალიან მაგარია, ესე იგი კვერთხების რაინდი გვაქვს აქ და თქვენ კვერთხების დედოფლები ხართ. ანუ ეს არის ქალი, ენერგიული, ცეცხლოვანი, ძალიან ლამაზი, ძალიან სექსუალური, სავსე ენერგიით, სავსე ასეთი ცეცხლოვანი, ასეთი ენერგიით, რომელიც შეიძლება ყველას არ შეეძლოს ამ ენერგიის ატანა, იმიტომ რომ არის ძალიან მხურვალე და ცეცხლოვანი, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ზედმეტიც კი იყოს, ხო, ადამიანი, რომელიც აი ზედმეტად ცეცხლოვანია და ზედმეტად ცეცხლი უკიდია, ზაფხულია და ცეცხლი უკიდია. კი ბატონო, მოკლედ, მეგობრებო, მეორე ვარიანტი, ძალიან კარგი არკანი არის სიგნიფიკატორი, საკუთარ თავში რწმენაც გვაქვს, საკუთარი თავიც გვიყვარს, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, სექსუალურები ვართ, ლამაზები ვართ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ვინ მიყურებს, რა ასაკის ხართ, ხო? სექსუალურობა არ ნიშნავს იმ ადამიანურ განმარტებას, როგორც ჩვენ გვესმის, ხო, სექსუალურობაო, სექსი, არა, სექსუალური ენერგია ეს არის ჩვენი შემოქმედებითი ენერგია და მე ამ შემოქმედებით
ენერგიაზე გესაუბრებით, ხო? და ხო უნდა განვასხვაოთ ინტიმური, ვთქვათ, სპექტრი სექსუალური ენერგიისგან, ხო? ასე რომ გაგვიგია ხო, დაკოდეთ ხარი და თქვენ მას დაიმორჩილებთ და გადაახვნევინებთ მიწას და მინდორველებს, ხო? იმიტომ რომ დაუკოდავი ხარი. აქეთ ესე იგი, რა თქმა უნდა, მისი დაჭერა და მისი მოთვინიერება შეუძლებელია, იმიტომ რომ მასში არის ეს ძალა, ენერგია, პოტენციალი, მასში არის ეს ვნება და მასში არის აი ეს სიველური, ხო, რაც პირველ ყოფილი ბუნებრივი მისი ფორმა არის, ხო? ამიტომ თუ გინდა რომ რაღაც სლენგზე მიაჩმორიკო უნდა წააჭრა, ხო, უნდა წაართვა ეს სექსუალური პოტენციალი, ხო, ეს გამრავლების ენერგია უნდა წაართვა, ხო, როდესაც შენ სადაც გაივლი, აი შენ ცეცხლოვან ენერგიას და შენ სექსუალურ პოტენციალს ასე ტოვებ, ხო, როგორც შლეებს და არ არსებობს რომ ეს ენერგია შეუმჩნეველი იყოს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარაზიტებიც მოყვებიან კარგ ადამიანებთან ერთად, მაგრამ anyway, ხა არ გადავუხვევ თემას, მოკლედ კვირის არკანის ენერგია არის ძალიან კარგი. პოტენციალი ყველაფერი აბსოლუტურად, რაც თქვენ მოგესურვებათ რომ გააკეთოთ, უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ გაქვთ ამის ძალაც, ენერგიაც და თქვენ გაქვთ ამის პოტენციალი აუცილებლად. ამ ერთი კვირის მანძილზე კიდევ რა ელოდება კვერთხების დედოფალს კარგი და სასიამოვნო თქვა გარდა იმისა, რომ ის მზად არის დაიპყროს ის ყველა მწვერვალი, რომელიც მას უნდა. სამიანების პენტაკლები და არკანი ეშმაკი, მეგობრებო, ძალიან მაგარი, ესე იგი, თანხვედრა ამოვიდა არკანების და გეტყვით რატომ. მაქსიმალურად აი თქვენი პოტენციალი გაუშვით შემოქმედებაში, უგულისხმობ სამსახური. სამსახური არა როგორც სამსახური როგორც შემოქმედება. მიხვდით ხომ, თუ ხართ მაგალითად ადამიანი, რომელიც ხელებით ქმნით, კრეატიული, ვთქვათ, შემოქმედებითი პიროვნება ხართ ხომ, მე ასე ვიტყოდი, რომ უნდა გამოუშვათ, არ აქვს მუშაობა რა საქმიანობთ, უნდა გამოუშვათ თქვენი შინაგანი, აი ეს ესეთი ენერგია, როგორ აღიხსნათ, გარდა სექსუალური ენერგიისა, უნდა გამოუშვათ თქვენი ხასიათი. თქვენი ექსპანსია უნდა მოახდინოთ, ხო, თქვენს შემოქმედებაში შიგნით. რაც ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება ორგანული, ის აუცილებლად იქნება ლამაზი. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ნაკლებად მკერდა, საერთოდ არ მოусვით. აი, ესე არ გააკეთო, ისე არ გააკეთო, ანუ მოდი, ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში, მე როგორც გადავწყვეტ, ისე ადამიანებს უყვართ არამკითხე მოამბეებს, ხო, რჩევების მიცემა. ზოგადად გახსოვდეთ, რომ არც თქვენ არ მიცეთ რჩევა არავის, შესაძლოა თქვენ არ გეკითხებიან და პირიქით, არც თქვენ არ მოგცენ რჩევები, რომლებიც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში შეიძლება ისეთი ტოქსიკური აღმოჩნდეს თქვენთვის, რომ ყველანაირი პოტენციალი და ყველანაირი სურვილი წაგართვათ მოქმედების. ამიტომ ყველა გაუშვით სამხიარო ლასოზე, როგორც იტყვიან, და არავის არ მოусმინოთ. გამოაღვიძეთ თქვენი შინაგანი პოტენციალი, თქვენი დაფარული სურვილები, თქვენი დაფარული, აი და გააკეთეთ თუნდაც ყველაზე ესეთი გიჟური აზრი, ხო, ერთი შეხედვით გიჟური, ჯერ კიდევ ვინ გვიფასებს, ხო, რა არის გიჟური და რა არის ჭკვიანური, მაგრამ აი თქვენ როგორც გრძნობთ, რომ მე ეს მინდა რომ გავაკეთო, მე მინდა რომ ეს ასეთად შევქმნა, რაღაცა უცნაურობა ჩავიდინო, ხო, ვიღაცისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივი და ორგანულია, ჩაიდინეთ და გააკეთეთ, იმიტომ რომ ეს მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგს ჩემო ძვირფასებო, ოღონდ არ მოусმინოთ არანაირი ჭორიკნობები, რაღაცა ფუჩუ რაღაცა იქ ვიღაცას რაღაცა უთხრა. ხებზე დაიკიდეთ ვინ რას იტყვის. კვერთხების დედოფლებო, აი ესე ვიტყოდი მე. ხო? დაიკიდეთ ფეხებზე ვინ რას იტყვის და შეუდექით საქმეს. და ახლა მე მაინტერესებს გაფრთხილება რა არის თქვენთვის? გაფრთხილება მეორე ვარიანტი, რას გაფრთხილებენ ტაროს არკანები. ხმლების მეფე, ხმლების ტუზი, უფრო სწორედ, ორიანების თასები, ნახეთ. თუ კი გრძნობთ, რომ დიდი ხანია გარკვეული საკითხები და პრობლემები არის გადასაჭრელი თქვენს რეალობაში, ვთქვათ, რომელიც ეხება
კონკრეტულ ადამიანს, რომელიც გრძნობთ, რომ თქვენს ნახეთ, აი გოგოებო, თუ ქალი არ არის ფსიქიკურად ჯანსაღ ჰარმონიულ ენერგიებში საკუთარ თავთან არ იცნობს საკუთარ თავს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად მოძებნის აბიუზერს, ანუ მოძებნის მოძალადეს, მოძებნის ნარცის ფსიქოპატს, მოძებნის ისეთ ადამიანს, რომელიც მის მსხვერპლის როლში ყოფნას გაამართლებს, ხო? ის მსხვერპლის აწყალი იქნება. მე ისიც ბევრჯერ მაქვს რა თქვა, მსხვერპლი და მოძალადე ორი ერთნაირი მანიპულატორია, აბსოლუტურად გადასარავად უგებენ ერთმანეს და ავსებენ და თუ კი ადრე მქონდა ერთგვარი ესეთი თანაგრძნობის ვთქვათ მდგომარეობა, რომ აი მსხვერპლისთვის მე თანაგრძნობ, ახლა აღარ მაქვს ეს თანაგრძნობის სურვილი, იმიტომ რომ მაშინ როდესაც უამრავი ინფორმაცია არის თუნდაც სოციალურ ქსელში, Google-ში, Wikipedია-ში, რა ვიცი, სადაც კიდე მილიარდი და მილიონი ვიდეო, აუდიო, ვთქვათ, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრეინინგები, ან სულ წადი ჩაეწერა ფსიქოლოგთან გაისწორე საკუთარი, ვთქვათ, მენტალური მდგომარეობა, ხო, მაგრამ თუ კი ამას არ აკეთებ და შენ უბრალოდ აგრძელებ წოწონს, ვიცი რა, მე მსხვერპლი ვარ და მე ესე სხვანაირად არ შემიძლია და აი ესე და ესე მარტივია თქმა, ერთ-ერთმა დამიწერა ჩემს ესეთ პოსტზე რა, როდესაც არ გაფასებენ იქიდან უწევდა, მე ესე მარტივია თქმა, მაგრამ რო არ შეგიძლია რა არ გინდა. ხო? არ არსებობს ეგეთი რაღაცა არ შემიძლია, უბრალოდ არ გინდა, მორჩა და არ გინდა საკუთარ თავთან მუშაობა. აიცი თავის ყველაფერას რატომ მოვაყოლე, იმიტომ რომ აქ იქნება ერთგვარი პროვოკაცია კონკრეტული ადამიანის მხრიდან, რომ თქვენი ეს პოტენციალი ჩაახშოს. და არასოდეს არ მისცეთ არავის უფლება თქვენი ცეცხლი და თქვენი მზე ჩააქროს. ვინც არ უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ეს არის უსიყვარულობა, ეს არის ტოქსიკურობა, რასაც ვეძახით უკვე ძალიან ის არის გაპოპსავებული ასე თქვა, მაგრამ სხვანაირად ეს არის მომენტი, როდესაც ვიღაცას უნდა რომ შენი შეხედულებები, შენი პოზიციები თავის მხარეს გადმოწიოს და თავისად მოირგოს, იმიტომ რომ შენ არ გაქვს უფლება, რატო გაქვს უფლება, საიდან მოიტანე რომ უფლება გაქვს რომ იყო დამოუკიდებელი ძლიერი ქალი, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ სხეულს უსმენს, ხო? ამიტომ აი ესეთი ადამიანები თქვენი რეალობიდან უნდა ჩამოიშოროთ, თუ გინდათ რომ რეალურად საკუთარი თავი შეიცნოთ, საკუთარი თავი შეიგრძნოთ და იმაზე ლაპარაკი რომ ეს ისე მარტივი არ არის, ყველაფერი ძალიან მარტივია. ადამიანები ვართულებთ და ადამიანები ვცდილობთ რომ რაღაცებში ვიღაცებს გამართლებები უპოვოთ. მეცით ტრამვირებულია და ვერ ვკრავ ხელს, ხო, ეს გადამრჩენლის სინდრომი, რომლითაც კიდევ ქართველი ქალების ძალიან დიდი პროცენტი იტანჯება, იმიტომ რომ რატოღაც ფიქრობენ, რომ ესეთი კარმა მაქვს, რომ მე უნდა მთელი ცხოვრება ვიტანო მოძალადე ნარცისი, ან ფსიქოპატი ნარცისი, რომელიც საკუთარი თავის იქით და ისიც რა თქმა უნდა თავის კომფორტის ზონაში ზეს. ხო, ნახეთ, ჩვენ ყველა ადამიანები ვირჩევთ ჩვენს როლს, ჩვენ სამყაროში, ხო? ამიტომ როდესაც თქვენ შინაგან სამყაროს განკურნავთ და საკუთარ თავს მოусმენთ და საკუთარ სურვილებს, ხო, ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით ეს ნიშნავს იმას, რომ დაუბრუნდეთ თქვენს საწყის ენერგიას. და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სამყაროს შესწავლა და თქვენ სამყაროში ხელთავიდან დაბადება და რეალიზება ისწავლოთ, ხო? იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, ჩვენ ადამიანები ძირითადად სხვების ცხოვრებებს და სხვების აზრებს ვფიქრობთ, ხო, ყველა რაღაცა აზრს გვახვევს თავზე და თქვენ თავს მოусმინეთ მთელი ეს ერთი კვირა რა ენერგიებით სტრიალებს თქვენ სირგლივ არის ეს მოიშორეთ არ ამკითხე მოამბეები და მოусმინეთ საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს, იმიტომ რომ ვიღაცა შესაძლებელია თქვენი მზე აღიზიანებდეს, იმიტომ რომ არ ეწყობდეს თქვენი კეთილი ნება, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სიკაშკაშე და უნდოდეს რომ ის თქვენი მზე ჩააქროს, იმიტომ რომ შემდგომ აკონტროლოს, როდის ესე იგი აქვს მას იმის სურვილი, რომ აინთოთ და როდის, ანუ ნახეთ, გააკონტროლოს თქვენი ცეცხლი. ახლა მე მინდა ჩავაქრობ ამ ცეცხლს, მინდა ისევ ავანთებ, ხო? იმიტომ რომ ამ სანთელს ახლა ამ მომენტში მე ვაკონტროლებ, ხო? მაგრამ აბა წაიქცეს ეს ცეცხლი და ესე იგი შორს ჩემი ალტარისგან, მაგრამ
ალდეს გაგიჟდეს და გადაირიოს, ხო ვეღარ მართავს, ვეღარაფერი ხო ამ ცეცხლს. ამიტომ გაგიჟდით, გადაირიეთ, გამოავლინეთ თქვენი შინაგანი პოტენციალი და იყავით ძლიერები და დამოუკიდებლები. მე კიდე გემშვიდობები, ძალიან დიდი სიყვარულით, თქვენი ნინო. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.